26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე ყოველ წელს სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელს თბილისში დილის 11 საათიდან მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ათასობით მოქალაქე მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ტურისტები. Happy Independence Day, Georgians! Hey! 格鲁吉亚国庆节快乐！给老 sabt გილოცავს 26 მაისს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ესე გაყვავებული ყოფილიყავით. ხვავი ბარაქა არ მოკდებოდეს საქართველოს. ღონისძიება წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყო. თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონია სხვა რეგიონებშიც გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის იყო მოწვეული უცხოეთიდან რამდენიმე სამხედრო ორკესტრი. აღსანიშნავია, რომ პირველად ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა ბრიტანელი სამხედროების 150 კაციანი შენაერთი და ნატოს შეიარაღებული ძალების ალფა ასეული. ასევე პირველად ქართველი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ ნატოს სამკლავრების ქვეშ. ნატოს ექსპერტების შეფასებით ასეული მომზადებულია ნატოს სტანდარტების შესაბამისად და მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნატოს ფარგლებში მიმდინარე ყველა ოპერაციაზე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის თავს. მე მინდა ეს დღე მიულოცო აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. უპირველესად მინდა მიულოცო ჩემს თანამებრძოლებს, საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოს რთული გზა განვლო, დიდი მსხვერპლი გაიღო. პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. მეგობრებო, ჩვენ სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებებს ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივახცევთ. შევძლებთ ტკივილის დაძლევას და უკეთესი მომავლისკენ ერთად განვაგრძობთ გზას. საზეიმო ცერემონია დაასრულა ანსამბლ სოხიშვილების ცეკვა ხორუმმა. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სამხედრო ტექნიკაც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ეგრეთ წოდებული დროის კაფსულის ჩადების ცერემონია. 26 მაისის აღსანიშნავად მოქალაქეების მოლოდინებით, მათ შორის ბავშვების სურვილებით სავსე კაფსულა პრემიერმა რუსთაველის გამზირზე ჩადო. მისი გახსნა 25 წლის შემდეგ იგეგმება. ეს ვერ იქნება სრული დღესასწაული, სანამ არის ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული, სანამ თუნდაც ერთ გოჯ მიწაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, სანამ არის თუნდაც ერთი დევნილი, რომელიც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება. რა თქმა უნდა არის საზეიმო დღე, იმიტომ რომ ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლის იუბილეს საქართველოს დამოუკიდებლობის, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან სევდიანი დღე და ძალიან მძიმე დღე ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანისათვის, იმიტომ რომ დღეს არის გიგა 82-ის დაკრძალვა. ადამიანის, რომელიც მოკლული იქნა სურამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზზე. მე ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლებისათვის რეალურად არ დასრულებულა. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მშვიდობიანი გზით.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგეს პატივი გმირთა მოედანზე. მოვედით აქ, სადაც არის ამ დაფაზე ჩვენი ძმები, ახლობლები, ათესავები, ახლო ადამიანების სახელი და გვარი აღნიშნული. და პატივი მივაგეთ ამათ ხსოვნას, ეს ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვისა და ერთიანობისათვის იბრძოდა და თავი გასცირეს. ყველა გმირია. დღევანდელი დღე მინდა ყველას მიულოცოთ. გული მткиვა რომ ეს ბიჭები არ მოესწრო ამ დღეს, იმიტომ რომ ყველაზე ყველაზე ვაშკაცები წავიდნენ ჩვენგან. აი ყველაზე მაგრა რო უყვარდათ საქართველოს ესეთი ბიჭები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა. ქართველ ეროვნულ გმირს 77 წელი შეუსრულდებოდა. ღონისძიების ფარგლებში მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში მოეწყო ფოტოებისა და დოკუმენტური მასალების ექსპოზიცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი მომავლის ხმის ორგანიზებით გაიმართა კონცერტი და ნახატების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი. როგორც რიგი და წესია. მერაბ კოსტავა იყო ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, მისი ერთიანობისთვის, მისი სულიერი სიმტკიცისთვის. ჩვენ მოვედით აქ სიმბოლურად დღევანდელ დღეს იმისათვის, რომ მის ხსოვნას მივაგოთ პატივი. საქართველოს მოსახლეობას ყველა ეროვნების ადამიანს ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავს და ჩვენი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. აქ წარმოდგენილი არის აფხაზეთის ხელოვანთა ნამუშევრები. ძალიან მიხარია რა თქმა უნდა ამ ხელ გამოფენაში რომ ჩემი სამი ნამუშევარი არის წარმოდგენილი. ამ ნამუშევრს ვინც უყურებს ყველა ფიქრობს რომ თავისუფალი სული ჩანს ამ ნახატში. ჩემი ნახატები მშვიდობას եղება. და მინდა რომ ეს მშვიდობიანად დავიბრუნო ჩვენი აფხაზეთი. ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ყველა ბავშვს და მშობლებს. სიმბოლურია რომ აი ამ ისტორიულ ეზოდან მიულოცოთ სრულიად საქართველოს ეს ბრწყინვალე დღე. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ გმირს, ვინც მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობაში თავისი მონაწილეობა, ყველა იმ პოლიტიკოს, ვისი გონიერებითაც მოვიდა ქვეყანა დღეს აქამდე და რაც მთავარია ხომ უნდა გაუფრთხილდეთ ამას, არ უნდა დავკარგოთ და უფრო უნდა გავამტკიცოთ. აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დამოუკიდებლობის დღე ყველასთვის მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ყველა დღესასწაულთან დაკავშირებით და ჩვენს ბავშვებით მოვედით რომ ნახოთ გავიხაროთ. გილოცავთ. საქართველოს უსწრებს ყოველთვის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. გილოცავთ ყველას. დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა, რომელიც საღამოს გალა კონცერტით დასრულდა. გალა კონცერტი ჩატარდა ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში ზუგდიდის გარდა. ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან სოფელ ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო დამოუკიდებლობის დღე მშვიდობიანი მარშით აღინიშნა.